გამარჯობა და გამარჯობა ყველა ქართულ საკითხში. მე თემო ვარ ბოკელავაძე და ყველა ელოდება ვიცი ჩემს პირველ განცხადებას რა განცხადებას გავაკეთებ მე. ამიტომაც პირდაპირ კეთვით უღრმესი მადლობელი ვარ პეუში უფლის და საზოგადოების იმ ჩართულობის რაც ხორციელდებოდა მთელი ამ დროის მანძილზე. ფაქტურად განახეთ რომ რამოდენიმე კვირაში გავარღვევი აბსოლუტურად ყველა სოცმედია და მათ შორის სატელევიზიო ეთერი. განახეთ გავედი დებატებზე, ვისაუბრე რეალურ პრობლემებზე, ვისაუბრე რეალურ საქმეზე. ამავდროულად კითხვებიც ისე მქონდა შერჩეული, რომ კახი კალაძე და კახი კალაძის სახით მთელი ოცნება პოლიტიკურად დავასამარე. კაცია, ქალია და ამ დროს გარყვნებაში პროპაგანდისტს და პედოფილობაში ხილებულს, რომელსაც რა თქმა უნდა ევროპაში ხდებოდა ეს ყველაფერი, აქ საპატიო თბილისის წოდებას აძლევდი. იქაც მე კითხვა ისე დავსვი, რომ ერთმა მხარეს და მეორე მხარეს ანუ ყველა მხარე წაიღო ჩემი ვიდეო. ზოგი მაკრიტიკებდა კითხვის დასმა არის ისო ზოგმა რა კარგი კითხვა დასვაო. საქმე ის არის, რომ ეს კითხვა სპეციალურად უნდა გათვლილი, როგორ უნდა დამესვა. მე რომ მხოლოდ კარგზე ვისაუბრე, ის კარგი რატომ არავინ არ წაიღო? იმიტომ რომ რეალურ საქმის კეთება არავის არ უნდა. მაგრამ მე სპეციალურად გავაკეთე ის და იქ შეცდომა არ იყო. ეს იყო პოლიტიკური სწავლება. ეს ფაქტიურად ჯოკერი გადავარტყი ყველა მხარეს. რავი, ჭადრაკიც არის ესეთი თამაში, რომ უნდა ეთამაშო და ითამაშო. იმიტომ რომ გათვალო ყველა სტრატეგია. მე ძალიან მიყვარს ჭადრაკის თამაში, მაგრამ გამომდინარე მთელი ეს წლებია პოლიტიკის ჭადრაკს თამაშობ. ერთადერთი კაცი ვარ, ვინც ვახსენე უფალი დებატებზე, ერთადერთი კაცი ვარ, ვინც მერაბი და ზვიადი ახსენე, ერთადერთი კაცი ვარ, ვინც გია ბესაძე ახსენა, ერთადერთი კაცი ვარ, ვინც ლევან ზურაბაშვილი ახსენა და მისი თავისუფლება თხოვა საზოგადოებამ მაუწყებლიდანაც. მოკლედ, მე იმას ვიძახი, რომ ხო, მე ფინანსური რესურსი არ მაქვს, მაგრამ მე თქვენ ყველას განახით, როგორ კეთდება პოლიტიკა და არჩევნებში რა თქმა უნდა მართლა სასწაულის იმედი უნდა გქონოდეთ, მე რომ გამემარჯვა, რომელიც რავი, ძალიან ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. ბრძოლა გრძელდება. არჩევნების გზით და ყველნაირად აუცილებლად დადგება ის დრო, რომ ჩვენიერი მართლა ეროვნულად მოაზროვნე და საქმის მკეთებელი ადამიანები მოვართ ამ პოლიტიკაში და შევძლოთ ამ პოლიტიკას. მოვართ ჩვენი ქვეყნის უკეთესი კეთილდღეობისათვის. მე ძალიან დიდი მადლობა რა თქმა უნდა პეუში უფალს და თქვენ ჩემო მეგობრებო, ვიც მთელი ამ პერიოდის მანძილზე როგორ დარდობდით, ნერვიულობდით და ხო, სანერვიულო იყო ძალიან ბევრი საკითხი. მაგრამ სულ რამოდენიმე კვირაში მე შევძელი, რომ გამერღვია და მინახებინა თუნდაც იმ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომ რა შემიძლია ვაკეთო ერთმა კაცმა. ანტიპიარი იქნებოდა, პიარი იქნებოდა, თუ რა იქნებოდა, ფაქტიურად პარტია, რომელსაც არავინ არ იცნობდა, დღეს ყველა იცნობს მამონი ენას არწმუნოება. ფაქტიურად მე რომელსაც სულ ბლოკავდნენ და არაერთი Facebook-ი წამიშალეს, მე განახით რომ სულ რამოდენიმე დღეში ყველგან ჩემი ვიდეოები იყო. ცუდად თუ კარგად, თავარია იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ მე შემიძლია ვაკეთო ძალიან მაგრად საქმე. მიუხედავად იმისა, რომ თვით ნასწავლი პიარისტი ვარ და არ მისწავლე არსად ამ კონკრეტულ მიმართულებით, მე დღეს არ ჩამოვარდები უმაღლესი დონის პიარისტებს. ასე ვთქვათ და მიმართულებას, რომ ვაკეთო პიარი, რეკლამა და ასე შემდეგ. მოკლედ გულისხმობ იმას, რომ ბრძოლა გრძელდება. შევამეხმაროთ ყოველი თქვენთაგანი, ვისაც გამბედობა გიყოფათ, რომ ჩემნაირად ღირსეულად დებატებზე გარიყავით და კალაძისთვის ზუსტად აი ესე გეტიათ, აი ესე გიყურათ, როგორც მე ვაკეთებ. და აი ეს მიხარია საკუთარ თავში, რომ უფლის ნებით ყველაფერი ისე გამომივიდა, როგორც მინდოდა. კი, მიზანი შეიძლება ცოტა მეტი მქონებოდა, გამარჯობა და რა თქმა უნდა მეტი რეალური პირკეთი გვჭირდება, როგორც საქმის კეთებისთვის, ასევე იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ეროვნული დღის წესრიგი დავამკვიდროთ, ეს პოლიტიკური თეატრალური დასი ნაცქოცობის ხელმძღვანელობით დავამთავროთ, მაგრამ ამ ეტაპისთვის, როდესაც პირველად შედგა ჩემი წარდგენა როგორც პოლიტიკოსის ამ ხელა სივრცეზე, მე განახით ერთმა კაცმა, ერთი კაცი, რომელსაც გვერდში ედგა ძალიან მაგარი პარტია, რომელიც პარტიაც არ არის გასროლი და ძალიან მაგარი მამაოები, რა გავაკეთე. ეს ფინანსების გარეშე და არც ერთ გარიგებაზე არ გავსვლარ. აი ეს არის საქმე. მაგრამ დანარჩენებზე რა ჩემზე უკეთესად იცით გარიგებაზე ვინები არიან. თუ რომ მაგაზეც ვისაუბროთ, მაგრამ იქ მე დაგიმტკიცეთ. ჩემი გამარჯვება იყო ორში. 2 ოქტომბრის დებატები არის გამარჯვება. რაც გავაკეთე ერთმა კაცმა. დავიწყე და დავუსრულე. და 4-ში ეს უბრალოდ არჩევნებია მათი.
და არჩევნებს იგებს ის არა ვისაც ხმას აძლევენ, არამედ ის, ვინც არჩევნებს ითვლის. მაგრამ ნებისმიერ არჩევნებზე სამომავლოდაც მონაწილეობის მიღებას ვაპირებ. თქმა თუ შესაძლოა მექნება მონაწილეობას მივიღებ და კიდე უფრო მეტად შევალ ამ ასპარეზზე, რომ მე ძალიან მიყვარხართ და არ მინდა იმ ქვეყანაში იცხოვროთ, როგორ ქვეყანაში დღეს ცხოვრობ. უკეთესი ქვეყანა მინდა თქვენთვის ავაშენო. მადლობა უფალს, მადლობა თქვენ ყურადღებისთვის და ბრძოლა გრძელდება. შემომეხმიანეთ, ვისაც შეგეძლიათ ბრძოლა. ბრძოლა ისეთი როგორც მე განაკეთ რომ შიში არ მაქვს. ამიტომაც შიში ხოლმე უფლის გქონდეს და ბრძოლაში გეპატიჟებით ყველას. იმ რეალურ ბრძოლაში, რეალურ ბრძოლაც მიზნად ისახავს საქმის კეთებას. სამართლებრივად რა თქმა უნდა. მადლობა ყურადღებისთვის.